მოგესალმებით ჩემო ძვირფესებო. ეს არის არხი ტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა რა გადაწყვიტა თქვენმა ჩაფიქრებულმა ადამიანმა თქვენთან დაკავშირებით. მაშ ასე წარმოთქვით მისი სახელი, ნახოთ ვინ არის, რა ენერგიებშია, რას ფიქრობს და რა გადაწყვეტილება მიიღო თქვენთან დაკავშირებით. არ აქვს მნიშვნელობა რა სტატუსი გიჭირავთ ურთიერთობაში და ნახოთ რას იზავს უახლოეს პერსპექტივაში. შეგახსენებთ რომ ეს არის საჯარო და რასაკვირველია ყველაზე ერთნაირად არ რეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აუცილებლად აღმოვაჩენთ თქვენთვის. ვინც არ ახართ ჩემი გამომწერები, გამოიწერეთ და დალაიქეთ ვიდეო, უღრმესი მადლობა. მაშ ასე დავიწყოთ. ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? ძალიან ბევრს ფიქრობს, აკვიატება ხართ, თითქოს ნახეთ ძალიან ეშმაკი ქალი ხართ, იქიდან გამომდინარე რომ საკუთარ თავთან დაკავშირებით ბევრს მუშაობს, რომ თქვენზე არ იფიქროს, მაგრამ თქვენ ხართ მისი აკვიატება 24/7-ზე, დილი ჩუა დღის საღამოს არ ამოდიხართ გონებიდან. ამიტომ იმასაც კი ფიქრობს, რომ რამე ხომ არ გავუკეთეთ, მაგიურზე გავლენის ქვეშ ხომ არ არის იქიდან გამომდინარე, რომ არა და არ ხდება თქვენი ენერგიების გაწყვეტა. გამუდმებით შენზე ფიქრობს, გამუდმებით მონატრების ფაქტორი აქვს, გამუდმებით განსაკუთრებით, როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩება, ეს არის ღამის საათებში, აი მაშინ ხო საერთოდ. მოგეცრავად, მოდი ვნახოთ. რას ფიქრობს? სცენარი ჩამოკიდებულია, სიტუაცია ჩამოკიდებულია, მაგრამ ძალიან სტაბილური ქალი ხართ მისი პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობები საკმაოდ დიდი ხანია გრძელდება. ნახეთ ეს თქვენი შეხვედრა არ იყო შემთხვევითობა სამყაროში, აუცილებლად აქ სამყაროა ჩარეული თქვენს შესახვედრად. ძალიან დიდი ხნის ურთიერთობაზეა საუბარი. აქ თუ ორი დღის პარტნიორს უყურებთ, არავითარ შემთხვევაში არ გიგუთვნით თქვენ ეს გაშლა. აქ იყო манипуляციები, აქ იყო ტყუილები, როგორც ჩანს აქ მესამე პირებიც არსებობენ ურთიერთობაში. აქ არ გულისხმობ დიდას, სხვათა შორის, მინდა გითხრათ. აქ გულისხმობ ამ შემთხვევაში სხვა ქალს, რომელთანაც დაკავშირებითაც რაღაცა ინფორმაციები გამჟღავნდა. ტყუილი манипуляცია, ღალატი და ამან გამოიწვია ძალიან დიდი გაურკვევლობები და სცენარის გაჩერება ურთიერთობაში. კარგი. რა გადაწყვიტა? ქორწინებაში თუ აგეტყვით იმას, რომ მისი ქორწინებიდან თქვენც კი გითვალთვალებენ, როგორც ჩანს თქვენი არსებობა იციან ამ ქორწინებაში უდავოდ. ნახეთ, მიტრიალებულია ოჯახის ენერგიებისკენ, მიტრიალებულია იმ სტაბილურობისკენ, სადაც საკმაოდ დიდი ხანია იმყოფება პარალელურად გული თქვენსკენ მოუწევს. უახლოეს 4 პერიოდში შესაძლებელია ეს მეოთხე თვეც იყოს, აპრილის თვე გააჩნია 4 თვის ტენდენცია შეიძლება იყოს, 4 დღე, 4 რიცხვი, 4 საათი. რაღაცა შემოთავაზება მოდის, საკმაოდ ემოციური, შესაძლებელია ეს მცირედით შემოიფარგლოს, აქ მოკითხვის თვალსაზრისით იყოს, თუმცა ეს მცირედი ნაბიჯი ნიშნავს ურთიერთობის აღდგენას, უნდა რომ ურთიერთობა აღდგეს, ის სტაბილური ურთიერთობა, რომელიც თქვენთან მას ჰქონდა. იმიტომ რომ განსაკუთრებით აი ამ ვრების ფაქტორებს ვერაფერს ვერ უშვება, როგორც ქალი ძალიან საინტერესო ხართ მისთვის, 24/7-ზე მიდის თვალთვალი, როგორც თქვენი მხრიდან იქიდანაც ასეთი სცენარი ვითარდება და არა მარტო ეს ვაჟბატონი, ბიჭები თუ მიყურებთ, გადაიტანეთ უბრალოდ. ნახეთ, მისი მეორე ნახევრისგან მოდის თვალთვალი პარალელურად. კონტროლის ქვეშ ხართ მოკლედ. კარგი, რა გადაწყვეტილება გაქვთ მიღებული ამ გოგოსთან ან ბიჭთან დაკავშირებით? ნახეთ, ეს სიშორე, რომელიც არის მენტალური და ფიზიკური სიშორე, შესაძლებელია ბევრი თქვენთაგანი სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებოდეთ და ეს იყოს დიდი დაბრკოლება ერთგვარი, იმიტომ რომ რაღაცა გარკვეული გზა აქვს გამოსავლელი თქვენამდე მოსასვლელი, აი თქვენი განცდები კი ნახეთ როგორ ხართ. რა გადაწყვიტა და ეს სიშორე უნდა შეამოკლოს, ეს თუ მენტალური სიშორეა და გვერდ-გვერდ კორპუსში ცხოვრობთ მაგალითად, აი ეს რა მენტალური სიცივე უნდა შეავიწროვოს, ესე ვიტყოდი და არ იცის როგორ გადმოდგას ნაბიჯები. კი წავიდა, მაგრამ წასვლა ინანა ურთიერთობიდან, ნამდვილად ინანა წასვლა ურთიერთობიდან ჩემო ძვირფესებო, იმიტომ რომ აქ გვიანების თასი, აბსოლუტურად ყველა თასი სავსეა ემოციის ფონი. დღემდე ისეთი ძლიერია, როგორიც იყო ურთიერთობაში, მაგრამ მისი სტაბილურობა არჩია. თუმცა დღესდღეობით აი ეს არჩევანი, რომელიც მან გააკეთა, არ არის კმაყოფილი ამ არჩევანით. არავითარ შემთხვევაში არ არის კმაყოფილი ამ არჩევანით და აუცილებლად მოითხოვს შანსი, იმიტომ რომ უნდა ეს შანსი მას ჭირდება როგორც ჰაერი და საკვები. თქვენი მდგომა თქვენ არ უნდა იმოქმედოთ არავითარ შემთხვევაში. თქვენი მოქმედება პირიქით ნახეთ რას იზავს, დაძაბავს ამ სიტუაციას უარესად, წამოვა წინააღმდეგობაში, არ გამოგყვებათ არავითარ შემთხვევაში მეტი კრიზისი შეიძლება დაიწყოს ურთიერთობის თვალსაზრისით და სასწაულებისკენ წავიდეს. ამიტომ
ერთის გეტყვი იმას, რომ აუცილებლად ყოველ მიზეზის გარეშე თქვენი სივრცე ჩაკეტეთ. ნახეთ, თქვენ არ იმოქმედოთ. არავითარ შემთხვევაში არ იმოქმედოთ. იმიტომ რომ ის უფრო დიდ კედელს ააშენებს ურთიერთობაში. კარგი, დაველოდოთ მის მოქმედება, ας მოდი ვიკითხოთ, დაველოდოთ. ნახეთ, გამარჯვების არკანი ამომიტრიალდა. თვითონ მიიღებს ამ გადაწყვეტილებებს. შეიძლება ბევრი თქვენთაგანის პარტნიორი ივნისის თვეში დაბრუნდეს, შესაძლებელია ახლა მოგეჩვენოთ ცოტა ისეთი გაწელილი პერიოდი, მაგრამ ივნისის თვეში გამარჯვებების ასპექტი ძალიან დიდია. უახლოეს პერსპექტივაში სატელეფონო საუბარი, SMS-ი, ინტერნეტ სივრცე აუცილებლად მოხდება. კი ბატონო, რომელიც აი ამ პაუზას დაანგრევს, გააჩერებს, შეაჩერებს, ანუ შეცვლის ტენდენციებს. იმ სცენარს, რომელშიც ეხა ძალიან დიდ განცდებში ხართ, ჩემო ძვირფასებო, აუცილებლად შეიცვლება რაღაცა შეთანხმებით. 2-6-იანი გამეორდა, შეიძლება იყოს 6 რიცხვიც, 6 საათიც იყოს ამ შემთხვევაში, ვისთან როგორ რეზონირდება, აუდიტორია დიდია და რამოდენიმე ვარიანტს ჩამოვთვლი. კარგი, და მაინც რა შეიცვლება თქვენს ურთიერთობაში? რა შეიცვლება უახლოეს პერიოდში თქვენს ურთიერთობაში? ნახეთ, კარმა ხართ ერთმანეთის, აქ როგორი სერიოზული ჭიდაობა მიდის, იცით ენერგიების, აქ პირველობა გინდათ ორივეს, აქ თითქოს ორივე საკუთარ სიმართლეს ამტკიცებთ. უნდა რომ ნაბიჯები გადმოდგას, მაგრამ ეშინია რომ თავზე არ დაემხოს ყველაფერი, იმიტომ რომ მიაჩნია რომ ეს ურთიერთობა უკვე დაიხურა და ციკლია დახურული და მაინც რა სიზავს საბოლოოდ? რა სიზავ? აუცილებლად მეგობრებო, რომ ციყოს რაღაცა მანძილი თქვენს ურთიერთობაში გამოსავლელი. ნახეთ, ეს პირდაპირ მნიშვნელობით გალისნიძე ტრანსპორტის არკანია, შესაძლებელია გზა იყოს, მაგრამ მზად არის რომ ეს გზა გაიაროს, იმიტომ რომ აქ ისეთი გულწრფელი ემოციები მოდის, რომ ენით აუღწერელი. პენტაკლების პაჟი, ეს პაჟი კი არის რაღაცა ძალიან გულწრფელი, ძალიან ბავშვური ემოცია, სიყვარულს გულისხმობ. ძალიან სექსუალური ქალი ხართ, ამიტომ უდაოდ გადმოდგავს გარკვეულ ნაბიჯებსაც უახლოეს პერიოდში და ელოდეთ. თქვენ არავითარ შემთხვევაში არ იმოქმედოთ. თვითონ უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ მას სჭირდებით როგორც ჰაერი და საკვები და თვითონვე დაიწყებს მოქმედებას. წარმატებებს გისურვებთ და დროებით მომავალ შეხვედრამდე.